მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობა ძირითადად ცერემონიულ ფუნქციას ასრულებს და ქვეყნის საგარეო პოლიტიკას პრემიერ-მინისტრი უდგას სათავეში, კაროლ ნავროცკის კანონმდებლობაზე ვეტოს გამოყენების უფლება და მთავრობის რეფორმების შეფერხების შესაძლებლობაც ექნება. იმის გათვალისწინებით კი, რომ ტუსკის კოალიციას პოლონეთის პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს, მოსალოდნელია, რომ კაროლ ნავროცკი დონალდ ტუსკის საქმიანობას მნიშვნელოვნად გაართულებს. მისი გამარჯვება სავარაუდოდ ასევე გააძლიერებს ანჯეი დუდას ეროვნულ კონსერვატიულ ოპოზიციურ პარტიას კანონი და სამართალს, რომელმაც ძალაუფლება 18 თვის წინ დაკარგა. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, პოლონეთის პრეზიდენტად კაროლ ნავროცკის არჩევა ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვას გამოიწვევს. მათი თქმით, დაძაბული და ახლო რბოლის გათვალისწინებით გაღრმავდება პოლონეთში არსებული შიდა პოლიტიკური დაპირისპირებაც. This is very bad news for the European Union as well as Poland. ეს ძალიან ცუდი ამბავია ევროკავშირისთვის, ისევე როგორც პოლონეთის მთავარი ევროპელი პარტნიორებისთვის, როგორებიც არიან გერმანია, საფრანგეთი და უკრაინა. ბატონი ნავროცკი ცნობილია თავისი ევროსკეპტიკური პოზიციით. ის ეწინააღმდეგება ევროპულ ინტეგრაციას და ევროპული თანამშრომლობის გაღრმავებას. ის ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში გაწევრებასაც. პოლონეთის არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ეს კვლავ ღრმად დაყოფილი ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მრჩეველთა აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში რეკორდულად მაღალი იყო, ნავროცკიმ ოპონენტი ძალიან მცირედი დაამარცხა. რაც ნიშნავს, რომ პოლონეთის ნახევარი მის პრეზიდენტობას იზეიმებს, ხოლო მეორე ნახევარი კვლავ ღრმად შეშფოთებული და აღელვებულია. The other half remains deeply worried.